საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. მშვიდობის ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ზაზას პერანგებს ესეთ გავაპიწყინებდი თან ესეთი ხალისით ალბათ მომენატრა დაუთოება არ ვიცი ან ზაზას სამსახური მომენატრა მაგრამ მნიშვნელობა აქვს არა იმიტომ კი არა რომ ზაზას უმუშევრობა მომბეზდა ის რომ ზაზა სახშია არა პირიქით ამ კარანტინში აღმოაჩინე რომ ზაზა ყოფილა უკომფორტულესი ადამიანი ისეთი უპრობლემო საყვარელი მხიარული მაგან გადაგვაგორებინა მე და მანანას კარანტინი თორე ან დავხოცავდით ერთმანეთს ან ფსიქიატრიულში აღმოჩნდებოდით ორივე ისე ქორწინებიდან 12 წლის მერე რო აღმოჩენ ამას რა კარგია რა ხოდა რას ვამბობდი ხო რატომ იხარია ზაზას სამსახური იმიტომ რომ თვითონ უხარია ერთი სული აქვს ისე იმ ძველ ცხოვრებას როდის დაუბრუნდება. არა და თავიდან სამსახურიდან რო წამოვიდა. საკმაყოფილი იყო, სახლში იყო, ისვენებდა, მაგრამ მე აი ბოლოს უკვე ეს რამდენიმე კვირა რაცა მოწყენილია ძალიან. ძართულია ზაზას წარმოდგენა მოწყენილი, მაგრამ მე ხო გრძნობ და ძალიან განვიცდი. მაგრამ თავარი ახ გასაუბრებამ ჩაიაროს კარგად, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობ. გაცდის ტასო ნერვიულობას. რა უნდა მითხრა უცენია. აჰა, თუ გაინტერესებს რატომ გვიწევს ესე ადრე და რა მაქვს სათქმელი 10:09 და ყველანი ჩემთან. ეხა წესით ხონდა ვრეკავდე მეგობართან რა ხდება თქო, მაგრამ ტასო არ შეგარგებს არაფერს, ეგრევე თიშავს ტელეფონს, რომ რამე არ წამოწდეს. ეგეთია. დრამატურგია. მაკა, რო გამოხვალ, ჩემი ოდეკონომი გამოიყოლე რა. კარგი, მოვდივარ. წავედი ხა. და გამოვტრაჭოთ ეს ჩემი ქმარი. დაუცლია მთელი ფლაკონი რა. მშვიდობის ქალბატონო მანა. რა იყო ბიჭო რა, აგვაკლოთე დილიდან რა, ფაქტიურად დაგწამლე. გამისკდა თავი. ერთი ამას შეხედეთ. აი, პაივანზეა მე. შენზე ვამბობ, შენზე. ამიერიდან ასე აპირებს ხოლმე დილაობით საუზმეზე გამოსვლას. გასაუბრებაზე მიდის. რა? და ეხლა უნდა ვიგებდი ამას მე? დედა ჩემი სიკვდილია, რომ ცოდნოდა რომ გასაუბრებაზე მიდის, ხო წამოვხდებოდი დილაუთენია და ეხლა უკვე ცხელ-ცხელი საუზმე ედებოდა აქ ამ კაცსა. მე თან რა კარგი სუნამო დაუსხამსი. არა უშავს ქალბატონო მანანა, წავალესე მშიერი. ვინ რას მეხვდება ხა გული თუ არ წამიო. არ გადამვიო, უკვე გადიხარ? და 1:15 წუთი მაქვს კიდე. მიდი მაკადროზე კვერცხი, კარაქი და ყველი მომაწოდე. გინდა კვერცხი? რა კვერცხი მაგარა, რა კვერცხი. ამას რო კარგი ცოლი შეხვედრო და ეხლა ცხელ-ცხელი მდუღარე ხაჭაპური უნდა ედოსა. ვინ მომცამე მაგის ბედი ქალბატონო მანანა. არა, იცით რა მაგიჟებს ყველაზე მეტად? კაი, შენ ვერ მოასწარი დაუშვათ გამოწყობა. ხომ შეგიძლია ჩაირბინო და ქმარს, აქვე საცხობიდან ამოვუტანო 1-2 ნაჭერი ხაჭაპური. თან იცი რა მაგარ ხაჭაპურს აცხობენ იმ საცხობში. არა უშავს დედიკო, ეს ერთი მემაპატიე დღეს. კვერცხი გაუთქვება ვიგიყვარს, ხო? კი. მიდი ერთნევა გაუზომე. მგონი ვერ აღარ. როგორ ხვენი ნახე გულით და სულით გიკეთებს. ხო და მეც მაგის მეშინია. აი მე ნეტა ვინ მიუვა ჩენზე უკეთესი რა. რისი გეშინია? რა ვიცი, რომ არ მოვეწონო. აი მე მანდარ მომიყვანონ მაგათმა რა. რა უნდა დაგიწუნონ? მაინც სიტყვა პასუხი გაკლია, გარეგნობა თუ რა? ეხა ესე ძალიანაც ნუაქებ დედა. არ ვაქებ? სიმართლეს ვეუბნები. აი შურს და ეჭვიანობს ქალბატონო მანანა, მე უფრო რომ გიყვარვართ ვიდრე ეს.
მანამდე არ გეტკინოთ გეწაძებს არაფერი, მაკაზე უფრო მე რო ვინმე შემიყვარდეს. აიგე? მე რა გჭირს დასო? ცხოვრებაში პირველად ვხედავ, რომ ორ ნაჭერ ნამცხვარს ზედიზედ ჭამდე. მე ვერ გიყურებ. აი მე ხოდა ნუ მიყურებთ. ეხა ყველას გჭირდება ბედნიერების ჰორმონები. რაც მხოლოდ ნახშირ წყლებშია. ჩვენს? ყველას. თქვენ უნდა მომეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში. დასო ნახევარსათია აქ ვართ და არ გვეუბნები რა ხდება და როგორ უნდა მოგეხმაროთ. აი მე ვემზადები, მაკა ვემზადები. იცი რა რთულია შეეჭიდო იმას, რასაც ვაპირებ რომ შევეჭიდო? ხოდა იქნებ გვითხრა და ეგება შეგაშველოთ ჩვენს ხელი. არა. თქვენგან ჭირდება მორალური მხარდაჭერა, თანადგომა მინდა გვერდში დამიდგეთ. გიდგავართ დასო, ოღონდ გვითხარი. კაი. მე გადავწყვიტე, რომ ანდრო არ დავთმო და ვიბრძოლო იმისთვის. და რა ხდება ვინმე გართმევს? აი მე, ელენე ყველაზე ძლიერი ძალა. კი, აპატია ხა ადამიანს ერთი დანთებული სანთელი, დასო. აი მე, ერთი სანთელია, მაკა დავითთან და კოდიკოსთან მეგობრობა. კაი, რატო არ თულებ ახლა ყველაფერს? მე რა მოხდა? აი მე, ელენე მრევლი, გოგო. მრევლი რო ეგ არის უპირატესობა დასო. უფრო თვინიერი მომთმენი და ერთგული იქნება. მე არ მინდა რა, მე მინდა ლომი სახლში, რა შემჭირდება ბატკანი. დასო დამიჯერეს სახლში ბატკანი ჯობია. არა. რაღაცნაირები არიან უსუსურები. და არა ჩემნაირები. აი როგორები. აი კოტიკო ახლა როგორია. ვინმე ხუთი შვილის მამა მაკა, არაფერს არ გეუბნება, კოტიკო. და რა გონია ახლა შენ რომ ანდრო ხუთ შვილს გაგაჩენინებს? მე რატო არა ერთი რა დაუშლის ხო არ იცი. ადამიანთან არ ყოფილხრო პაემაზე ჯერ და რეებზე ფიქრო. ეგ არის მაკა. წინ უნდა იფიქრო ყველაფერზე და მერე წახვიდე პაემაზე ვიღაცასთან. ხო და მომაფიქრებინეთ ეხა ეს ბიჭი როგორ გავხადო ჩემნაირი. მოკლედ მე ხა უნდა წავიდე სამსახურში. იქ ვიფიქრებ. ხო, მეც უნდა წავიდე და მეც იქ ვიფიქრებ. და ეხლა რა გინდათ თქვათ რომ მარტო მტოვებთ? არა. უზენაესთან სიყვარულთან ფიქრებში რა ცოტა? თან ეგენი ხო ორივე შენიანები არიან? წავიდე იქაც. მე მეგობრები ხარ. მე რა გავაკეთო? ფუსფუსებს ჩემი გოგოდილიდა. მანან იყოც მოსულა. ძალიან დამაგვიანდა, მაგრამ ისეთი ნამცხრები მოვიტანე, რომ აპატიე. ჩემს საპატიებლად არ მოიტანდი ეხლა ამას. რაღაცა ხდება და მითხარი ეხლა რა ხდება. შენ რა ხარ? ჭკვიანი, მანანა, ჭკვიანი. არაფერი გოგო, ისეთი ჩემი ზაზა წავიდა გასაუბრებაზე დღეს. რამდენიმე თვეა უმუშევარია. ჯერ თქვა ერთი თვე დავისვენებო, მერე ეს კარანტინი დაიწყო და დარჩა ესე და რა საშინელება, უმუშევარი კაცი სახში ჯდომა რა. თარო წუწუნებს, ჭუჭკუნებს და თახელებში რო გიყურებს, რა მეუტანე. ვიმე არა, ჩემი ზაზა ეგეთი არ არის. მე რო 1 კილო შაქარს ვიყიდი, მაგან მეორე დღეს 5 კილო უნდა მოიტანოს და მაგაზე უარესი ჭუჭკუნა კიდე მე ვარ. სიდედრიც ასეთი უნდა. ვაიმე, აი მან მომკლა, ის შავი ლაქა ვერ გამოვაგლიჯე იქიდან ვერაფრით ბანანა. დაანებე თავი კაცო, ეს თავიდანვე ასე იყო. და საერთოდ რას გავს აქაურობა რა? არა, რას გავს არა, მაგრამ პატარა ხელის შევლება არ აწყენდა, ხო იცი? ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი. რა დაჭდება ნეტა ამის შეთეთრება? რა უნდა დაждდეს ახლა ისეთი? შენ თუ გადაწყვიტავ, ოქროს ბიჭი მყავს, ჩემი ალიკოს მეგობარია. არაფერი არ უნდა შენ მიეცი ფული. წავა, იყიდის, მოიტანს, გააკეთებს და ჩაგაბარებს პატკლოჩ. აუ რა კარგია, მაგრამ ცომის საზელის ყიდვა რო გვინდა ის რო უფრო საჩქაროა. მანანა, თუ ესე წაგვივიდა ჩვენ საქმე, ერთი დღის ფულია ეგ შენი ცომის საზელი მანქანა. მე მართლა კარგად მიდის ყველაფერი. ისინი რა შვებიან, კმაყოფილია ქალბატონი? ვინა გოგო, ლიანა შემხვდა გულში.
დედა იღნავდა იწირა ეს რა დამემართაო ამდენი ფული ჩავათხლიშეო საერთოდ არ მუშაობსო ესაცხობიო გულში ვიფიქრო მოგიხდებათ ეგრე მეთქი მაგრამ რა ეგონა თაბა იჭდეს ახლა და იმ გარემონტებულ საცხობში დარეჯანს უყუროს აიმე კარგი რემონტი კი აქვს მალანა რა ხოდა ჩვენც გვექნება დაურეკე იმ ბიჭს დაურეკოთ დედა ვგიჟდები ოპიუმზე შენგენ წავატყავად მიდი ჩავაცხობ ამას მარებ და თამრიკო რას კითხულობ? რაღაც წიგნი გამოვიწერე დიზაინზე. რადგინდა და მან არ გაქვს ის რაღაც თურქმენული საიტი. ხო, შენ იხუმრე და ეგ საიტი რო არ ყოფილიყო, ვისხდებოდით ეხა უფულოდ. ის ზუსტად. მე ცხოვრებაში ეგეთი არაფერი არ მინახავს. შენ კი არა, ამ ხნის კაცი ვარ და მსგავსი არც მინახავს და არც გამიგია. კაი, ეხა ეგეთიც არ იყო არაფერი. თან ძალიან ვიხალისეთ არა? და გაერთობოდი კი ისეთი კაცი იშოვერო. დიდებული. იცით რაზე ვფიქრობ? მამუკამ სადმე რო თქვას რომ ეს სახლი და აი ის ეზო ჩვენ დავაპროექტეთ ცხოვრებაში წესიერი კლიენტი აღარ მოგვაკითხავს ჩვენ მაინც ეგაც რასით ეგეთები ყველაფერს თავის თავზე იგრალებენ აგერ თავი მომაჭერით თუ არ ტრაბახობდეს თავის მაგაცებში ნახეთ რა პროექტი დახვაზეო ხო და ძალიან კაი იტრაბახოს რამდენიც უნდა თავი ახლა ეს ყველაფერი დავივიწყოთ ჩვენ და გემოვნებიან კლიენტს დაველოდოთ დავივიწყოთ ხო დავივიწყოთ წავალ წყალს მოუყვები ამას ვაიმე ლევან მოხვედი? ქალს რო ხდებით 15 წუთი უნდა დააგვიანო? აი მან დამპატიჟე დასო ელენემ რო გაიქოს პეიმეძიდეკბედიჯე მომისმინე ხო? გისმე ყავა გინდა? მინდა მაგრამ ყურადღება რო არ გამემფანტოს გისმე ძალიან შენ ნორმალური ხარ? ეგ კითხვა თუ დიაგნოზი ორივე ერთად არა ისი ადამიანი თავის მეგობარს არ იცნობს პირველად უნდა ანუ რა ანუ ლევან ვერ მითხარი ის ბიჭი ფაქტიურად ბერი რო იყო ვინა ბერი ანდრო ო ანდრო თითქოს ვერ ნახე რა კახეთში როგორ შეეგებნა თავისი სულიერი ძმები მე ფაქტიურად ხელებზე კოცნიდნენ ესე იგი კაცი თუ ეკლესიაში დადის ბერია ხო ისის გაითვალისწინე დასუნა რომ ანდრო ზაფხულობით ორი კვირით მიდის მთაში გამოდის რომ წყემსია ანუ უარესი დათუჩა რა იცი კიდე ანდროზე და რას მიმალა რას უნდა გიმალავდე აი რაში მჭირდება მე რა ვიცი იქნებ გინდა რომ შემომასაყო ვინ ანდრო გოგოები ახტებიან ზე ტასო ხო და ეგეთი ინფორმაცია მაინტერესებს ბიჭო მიდი დაწერე ხო დაწერე დამიწერე ყველაფერი რა უნდა დავწერო მე გიკარნახებ მიდი პირველი ყავდა თუ არა ანდროს უახლოეს წარსულში შეყვარებული და თუ ყავდა რატომ დაშორდა დამწერე ეგ ორია ორად დაწერე ლევან მესამე რა თვისებებს აფასებს ის ქალში ტასო სხვა ვიღაცა როცადო იცი რამდენი მაგარი ძმაკაცი მყავს ნუ მე კამათები ლევან გეხვეწები რა დაწერე ბოდიში შემდეგი რა არის რას ვერ აპატიებს საყვარელ ადამიანს ძალიან ბანალური ხო არ არის მეოთხე იქნება რას ნიშნავს მისთვის უხერხული სიტუაცია ტასო რამდენი კითხვაა სულ რა ვიცი 20 ალბათ აი მე სამსახურში დავრეკავ ეტყვი საღამო და ვერ მო გაიხარე შენ გამარჯობა შვიდთვიანი გურულია სადა რამდენი ხანი ნახევარი საათის წინ არ მიფერი გამოვდივარ ვერ გამოვდივარ არ იცი რას ნიშნავს ჰა და გამოვა აი ეს ყურა ამან გრამატიკა ხუდები ისევ შეადო როგორც ხედავ ტყუილად არ მჭდარ ხარ აქ რა ვიო უღენი რაღაცა თხილეულ აი რა მე მინდი ხა მოხევი რაღაცა რა ხდება რა შემოგვასებენ ამე არაფერი კოჩე ჯანსტრანი კომპანია რა არიციან რა უნდათ იციან ბოლოს რომ სამშობლო კომპანიას ჭირდა ფინანსური მენეჯერი მეტი არაფერი
მამამდე როგორ ყიდნენ რაღაცებს? ანუ სიტყვაში ნაულებზე. აუ ერთი მაგათიც რა. შენ რა საბირება? რა უნდა ქნა? და რამე პონტი? კი. ტელევიზიაში. ბიჭო, სულ ვიცოდი რომ შენ სტარი იქნებოდის მოვალე. გახსოვს? კლასის სურათს რო ვიღებდით ფოტოს. როგორ იდექი? ხო, შენ გაჭრი მოიწვენ კიდე შემოყრილები ვიყო. ვიცოდი რომ არ უნდა მომეყოლა. ბიჭო, რატო მაგალია? მითხარი, როგორი გადაცემის სამყარო იქნები? საავტოროსი თუ საინფორმაციოს? აქვს წამიყვანე რა. იცი რა მაგარი ექსპერტი ვიქნები? ისე სწრაფად ლაპარაკობს, სანამ შენი სტუმრები რაღაც მოფიქრებას მოახერხებენ, მანამდე დამთავრდება გადაცემა, მაგრამ. არა, არ არის საინფორმაციო. კულინარიული შოუა და დამხმარეთ თუ წამოხვალ წაგიყვანე. ჭამი და სვირა გენაღვლება. მიდი. ფინანსურ დირექტორს ეძებენ. შენ აღარ ხომ, ბოდიში. ისე შენ ეს სერვირება აღარ გეკადრება აწერ, შენ ბოდიში. გამოვაცუნები. პაპატე. რომელ ტელევიზიაში უნდა გიცქიროთ აწერ? კარგი რა უნდა გვიცქიროთ. არ გახსნილა ჯერ, სიხშირეც არა აქვს. მაშინ არ გიჭირ. რატო? აი, ცი როგორ ხდება? არჩევნებამდე გახსნიან მოვამ ტელევიზიებს. მე ხურავენ. მე შენ სად მიდიხარ? ამ პოლიტიკაში? ან ციხეში? მე მარბენინებ პერედაჭებზე. და პარლამენტში რო გარბენინო არ მინდა? არ მინდეს მო. ძმაკაცი მჭირია მე პაპში. ხო ისე. ორი მოდი შეიძლება რა. აი მე როგორ მცხელა. მე გავგიჟდები ახლა კონდიციონერის ჩართვა მაინც შეიძლებოდეს. მეზიზღება ეს რეგულაციები რა არის ესა? ასეთ არახალხმრავალ ადგილას ხო შეიძლება წესით? რატო არ გთავთ? მარიას რეგულაცია. კონდიციონერი თელსდადებით აურას იწოვსო. და სიცხისგან დახოცილი ხალხი ცუდაურას არ ატრიალებსო? აპრენს ეს ქალი გამაგიჟებს რა. ტელეფონში მესმოდა რაღაც უარყოფით აურაზე. სიცხე ხო არ ატრიალებს თქო უარყოფით აურას, ცხელა და. დაიმახსოვრეთ. მზეს და სითბოს უარყოფითი აურის შექმნა არ შეუძლია. და დახუთულობას? არ იფიქროთ მაგაზე. წარმოიდგინეთ რომ ზამთარია. ფიფქები ცვივა. და იმ წუთას გაგრილდებით. აბა დახუჭეთ თვალები. ისე იანვარია თუ დეკემბერი ვიცოდე მაინც. ჩუმად ბატონობა. ცივ ოთახში ზიხართ. წარმოიდგინეთ. გავიყინე აღარ მინდა. ხომ ხედავთ. დღეში სამჯერ ესეთი სავარჯიშო და უგრილესად იქნებით. დიახ. თამრიკო, აბა შენც ცადე. ცადე უკვე ვანოსთან ერთად მიშველა. ოჩახ. მაკუნა. მე არ მცხელა. ძალიან კარგი. აბა ეხლა გაიღიმეთ და მოვემზადოთ კარგი ამბის მოსასმენად. აბა ბატონი მამუკა ხომ გახსოვთ? ჩვენი ყოფილი დამკვეთი. დამირეკა. რაო, ვეფხვი აღარ მინდა შადრევანთან და რამე ჩლიქოსანი დამიყენეთო? არა ბატონო ვანო. გადარეულია ჩვენი შესრულებული სამუშაოთი, განსაკუთრებით მისი მეგობრები. ხო და ორ მათგანს ჩვენთან თანამშრომლობა უნდა. მოეწონა? გაგიჟდა. მართლა ჩვენთან უნდათ პროექტის გაკეთება? დიახ, სხვათა შორის არც მე მჯეროდა. მაგრამ დღეს 5 საათზე მოვლენ. გაგიხარდათ ხო? აბა ეხა კიდევ ერთხელ გაიღიმეთ და რამე საინტერესო იდეები მოამზადეთ ჩვენი ახალი კლიენტებისთვის. მე ეხლა წავალ, სხვა საქმეებს მივხედავ. აბა თქვენიცი. აბა ერთი კარგი ვარდისფერი ფრთოსანი ლომი მყავს შეგულიანებული ინტერნეტში. ეხლა ამას მოვძებნი და საქმეს წინ წავიგდებ. გაიღიმე ვანო, გაიღიმე. ბიჭო, აი ამ რაღაცა უწინ კაფეში რო დამიბარე და ყავას ვსვათ და რაღაც მემცოვარი ჭამოთ.
ანუ სადმე რო წავსულიყავით და ცივილუდი დაგვილია? ანუ კაფე არ მოგწონს შენ მივხვდი. ბიჭო, მომწონს, მაგრამ ხო იცი რომ მირჩენია რაც პაბი და რავი ასე შემდეგ. ბიჭო, ესე აი დასასვენებელს არ მირჩენია რომ წახოდე რა. ანუ თაში, მაგრამ სოციალურად დაიწყო მუშაობა? ბიჭო, ხო შეიძლება რაღაცა ძმაკაცი არ ვიცი, მაინტერესებს რა. კიდე რა არის შენზე? რაღაცას გეტყვი, ოღონდ სერიოზულად მიპასუხე რა. მართლა ვაღოთ. აი, მაგალითად, შენთვის რას ნიშნავს უხერხული სიტუაცია? და ეს ყველაფერი შენ გაინტერესებს, ხო? ხო, აბა, ვის უნდა აინტერესებდეს რა. ხა იქ ფურცელი მომეცი აქ. დანარჩენს მე მივხედავ რა. აი, რას მიხედავ, რას? იცი შენ რასაც მივხედავ და წამოდი და სადმე ლუდი დავიდოთ. ყავა არა. აი, მაგიტომ მიყვარ. მე გავაღებ. რატო ვერ აღებს რაჭებს? ვორდულით დავკედე და იმიტომ. რატო? ჩემს ოთახში შესვლა და ლოგინში დაწოლა რომ მოვასრო. კაი საზარა. შენ აგენაბლება ეხა შემოვა და მე დამიწყებს ესეც ვიცოდი, ვის რად უნდა გაკოცული კაცი სამსახურში, ან კიდე ხვირხვინს დაიწყებდი და მაგიტო არ აგიყვანეს თავი დამა. ვიცი ერთ წამი ხვალ იგივეს არ გეტყვის? ცოტათი მაინც არ გადაუვლის? არ ვიცი. კაი, მიდი რა ყავას მიხედე, გეხოცები მე გავაღებ. კაი. მე სად ახარ დედა, სად? ნუ შემაცინდა ეს ხაჭაპური ხელში რა. მოვიდა ზაზა. მოეთრა ქალბატონო მანანა. შემომხედე შენ. მე ხო ვარ შენზე უფროსი. ესე თქობა ლანძღვის ახალი ფორმაა. ცოტათი. ნუ რა მნიშვნელობა აქვს რამდენით? ხო ვარ შენზე უფროსი. ანუ შენზე მეტი გამოცდილება მაქვს, ხო? ზაზა, მე ვიცი რა სიმწარეა სამსახურზე რომ უარს გეუბნებიან. მაგრამ აი ასეთი ყურების ჩამოღრა შენ არ გეკადრება. რას გავხარ, რას სახე გაქვს? გეგონება დღეს თუ ვერ იშოვე სამსახური, ახლა შიმშილით დავიხოცებით რა. აი ზუსტად მაგას ვეუბნები მეც. არ გცხენია, ვიღაცა სულელი კომპანიის გულისთვის იკლავ თავს. მაგისთანა მილიონი გამოჩნდება კიდე. ესე გონიათ? დარწმუნებული ვარ. შენისთანა სპეციალისტ, ბიჭო, ვინ დატოვებს უმუშევრად, ჰა? ქალბატონო მანანა. ხვანჭკარა ხო არ მოხდებოდა ამ ჩვენ საუბარს. დახატავდა. დაჭერი მაკა ხაჭაპური. ხო, მაგ. ამოწყობით შენ არა ცხობ და ამოტანით შენ არა მოგაგვზდა. დაჭერი მაინც. სად გაიზარდა ეს გოგო მიყვის პირდაპირ. აბა კაცო. ალო. გაგაღვიძე? არა რომელი ხარ? ანდრო ვარ. ანდრო ხო. აი მე მაბედია ჩამძინებია. რა მეხდება? არაფერი რა ვიფიქრე რომ იქნებ ხვალ სადმე ყავაზე ცოტა ხანი გამჯდარიყავით ერთად. ხო? ხო რა იყო აქცალია? მოიცა ჩავხედო კალენდარს. კი ანდრო, ცალია, ოღონდ ალბათ 6-ის მერე. 6-ის მერე, კაი, დაგირეკავ მაშინ 6-ის მერე. კაი, მიდი. კაი, პაკა. საამშვიდობის. დღეს იცით რას მეხვდი? რაც არ უნდა საშინელება მოხდეს, არასოდეს არ უნდა თქვა ამაზე უარესი რა შეიძლება იყოსო. იმიტომ არ ვიცი მართლა ვინმე ესმის თუ მართლა კოსმოსში მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ ჯინაზე უფრო საშინელება ხდება მე. მამუკა, ხო გახსოვთ ჩვენი დანუცნური დამკვეთი რო იყო რა არის. მე არ მეგონა მამუკაზე უგემოვნო ადამიანი თუ არსებობდა საერთოდ.
იმიტომ რომ ისეთი რაღაცები დაგვავალა, ნუ არ ვიცი, იმის იქეთ თუ რამე იყო, არ მეგონა. მაგრამ მამუკა თავის მეგობრებში ყველაზე გემოვნებიანი ადამიანი აღმოჩნდა. მე ძალიან მეცინება ეხა ამას რომ ამბობ, მაგრამ დღეს ისეთები მოვისმინე. ისეთები ვნახე, საზამრო დამირეკა, გასაუბრება მუშედეგოდ ჩაიარო, რეაქცია არ მქონია. მარტო ამათი ხმები მესმოდა, დამკვეთების. აი აქ მაინც მინდა ერთი დიდი მასიური გალია. წეღარ რომ გითხარ და რომ გითხარ მარმარილოთი არ გამოვაო. ხო, მაგრამ მე ხო გითხარით მარმარილოთი არ გამოვა თქო. დავამატებ ფულს. ამ ხელასახში ერთი დიდი დათვი როგორ არ უნდა მყავდეს. კაცი რო შემოაყო და მიხვდეს სად მოვიდა. წესით ეს ხო პიკი უნდა იყოს. უკანა მხარეს თლიანად მინდა ჩანჩქერი. ანეს. დაიქო მომისმენე ერთი წუთით. რისგანაც გინდა იყოს, მარმარილო თუჯი. არ აქვს მნიშვნელობა, გაუჩენელს გაგიჩი. მაგრამ ეზო შუაგულში 4 მეტრიანი შადრევანი უნდა მქონდეს. ტიტლიკანა ბიჭის გამოსახულებით. 4 გოგოს მერე ბიჭის მამა ვხდები. ეხლა იცით რა მინდა ყველაზე მეტად? აი რამე წამალი რო არსებობდეს, რომელსაც დალევ, დაიძინებ, გაიღვიძებ და არაფერი აღარ გახსოვს. რა გაიქნებოდა. მაგრამ სანამ წამალი არ არსებობს, ისე უწამლოდ ვცდი დაძინებას. ნუ თუ ვერ დავიძინე, დილამდე ცოტა მაინც ხო გადამივლის. წავედი.